ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფს ან პირდაპირ გაგებით, ან ცხოვრების წესით, ან თავისი გულგრილობით მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში, მასთან პურის ჭამაც კი არ შეიძლება. არაფერი არ გამოვა, არასოდეს აქედან, არაფერი. კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც მრავალი საუკუნის განმავლობაში გამოატარა ეს ძვირფასი საუნჯე. და ისე უცნაურად გამოატარა, რომ ჩვენში მწვალებლობებიც კი არ იყო, პრინციპში რაც მთელ მართლმადიდებელ სამყაროში იყო. განხეთქილება არ იყო, არაფერი არ იყო, აი რაღაც საოცრად, არა ჩვენი ღირსების გამო, არამედ რაღაცა ღვთისწყალობით. ღმერთი არ დაუშვებს იმას, რომ ქართველმა კაცმა ქრისტეს უღალატოს და კარგი სამშობლო მოიწყოს. უპირველესად სამშობლო გაგვიქრება ხელიდან და გაგვინადგურდება, რაც ის პროცესიც არის და ქართველები აღარ დავშვით საქართველოს ფიზიკურად. ვიდრე ის რომ ქართველმა კაცმა ქრისტეს გარეშე მოაწყოს აქ საქართველო, არ გამოვა ეს. დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები, არ გამოვა, იმიტომ კი არა რომ წინასწარმეტყველი ვარ, იმიტომ რომ ეს არის ჭეშმარიტება. ქრისტეს გარეშე ქართველ კაცს არასოდეს არაფერი არ გამოსვლია და არც გამოუვა.